watching you. One day
Open up your heart, tell me, how do you feel? Listen now, tell them everything, right here, right now. Alright, everybody here in the world, you are all the children. Alright, together now, unite and fight. Oh, open up your heart. No, peace, love for everyone. Oh, no, 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 no. Alright, to the four corners of the world, sing it out, sing it loud and loud. World, hold on, sing it loud, sing it proud. Everybody, spread love. Everybody join together now. One voice, one heart, love and unity. Everybody say, Შამიანი ნანუა.
წება სიმღერა ხუმრობა გესაგნა ხალხ ყველაფერს ახლა მაგრა დაწყება ცეცხლსავანდეს წინაზე Tilizvare agoma, dagbers munetu tulia Arazma ora saula, uprozili tskuria Dagotili shatalo, esu kwezar sulia Sarciala shechamo, tisovana gasulia Rogoni wars eskola, ganshori bartulia Kodiaka wantoro, teksti chakwantulia მეგობრებო, ჩვენს ღონისძიებას ქართულის მასწავლებელიც ესწრება. ამიტომ ცოტა ხმამაღლა და გამოთქმით ვისაუბროთ. მართალი ხარ. მოდი ახლა ყველა მოწყენილი სახეები მივიღოთ და დავიწყოთ ჩვენი გამოსვლა. მოწყენილი სახეები რატომ? იფიქრე მასწავლებელმა ვითომ გული გწყდება რომ სკოლას ვამთავრებთ. მე მართლა გული მწყდება რომ სკოლას ვამთავრებ. მოხვიდოდი სკოლაში, მასწავლებელს მოусმენდი, ის გაკვეთილს მოგცემ და უნდა მისულიყავი სახლში, გესწავლა, დრო არ გქონდა. გონი მართლა კაია რომ სკოლას ვამთავრებ, მეგობრებო. მეგობრებო, დღეს ბოლოს არის გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ სკოლაში ყველაზე მეტად ჩვენ ვიხარია რომ სკოლას ვამთავრებთ. ამიჯერეს მასწავლებლებს უფრო უხარია ჩვენ რომ სკოლას ვამთავრებთ. მეგობრებო, სკოლას ვამთავრებ და ვის რა გეგმები აქვს, რა? მე ყველას რო დაბნეული გონი ვარ, მინდა დავამტკიცო რომ ეს არ არის. ამიტომ მინდა გითხრათ რომ ვაბარებ ჯავახიშვილში. არა, სეულში. ნუ ღვთისყალობით სადმე ჩავაბარებ. მე მინდა რომ მილიონერი გამოვიდე. მე მინდა რომ დიდი საუკეთესო ლოგორი გამოვიდე. მე მინდა ბანკერი გამოვიდე. მე იურისტი. მე ტაქსისტი. მომიდომა ბიჭო. მე მამაჩემი დამკვიდრა უნივერსიტეტში. ჩავაბარებ მანქანას ვიყიდიო. მე კი მამაჩემს არ. ჩვენი სკოლის გოგოებს გამოსის ჩაბარება უნდა, მე ჩაჭრა მინდა. იმიტომ რომ ყველა გოგო ინდივიდუალური უნდა იყოს. მე მინდა რომ წინასწარმეტყველი გამოვიდე. მე როგორ ვთქვა გამოხვალ? საიდან უნდა ვიცოდე, რომელიც წინასწარმეტყველი მე ვარ? ლუკა, შენ ახლა 17-ზე, ხო? საწარმოიგენია შენი თავი 4 წლის შემდეგ. მე სულხან კვარნაძის ჰუმანიტარულ ექსპერიმენტალურ უნივერსიტეტში ვაბარებ და რამე იქნება რა. მე ნუმიზმატი უნდა გამოვიდე. ნუმიზმატი რა არის? ადამიანი, რომელიც მომენტებს აგროვებს. ეხლა გასაგებია თუ რა მომხდი ხოლმე 20-თვიანებს. ნაცია, შენ რა სიტყვა შენ მომავალზე? მე როგორც ისტორიის მოყაროს მირჩევნია წარსულზე ვილაპარაკობდე მომავალზე. კეთილო, შენ სადაბარებ? მე გეპეში. რა? კარგი, ჩაიყო ვიხუმრეთ, ხომ იუმორისტული ღონისძიება. ნინო, შენ არაფერს ხმას არ აპირებ? მე ის მეყოფა 12 წლის განმავლობაში რაც ვილაპარაკებ. თან იმას ხომ არ გათქმევინებთ, ნინოს რამდენი ლაპარაკი უყვარს, ან რატომ უნდა გათქმევინოთ? საერთოდ არ გიყვარს მე ვილაპარაკი. ის არის მიკოდე შარალი მეტდა და თავიდან ის მედი და მაგრამ ბოლოს აი მე გააჩვენე, բոլოს ყოველს მაგაჩვენდება ეს. ჩემი ოცნება იურისტი გამოვიდა. ყოველთვის ოცნებობდი სასამართლოს ხმაზე. თქვენ ფერზე წავდე, გულამაზი სინათია ჩარგაზია მომწევდება. მეგობრებო, გაიცანით, ეს არის ჩვენი კლასელი ლუკა, ყველაზე მაგარი კაცი, ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩემზე რატო არ შენ ჩემი მტერი გეხუმრა ძმა. აუ, ჩემი ოცნება უნივერსიტეტში ჩავაბარო. რატო ცოდნა უნდა აიმახლა? არა, კურსებს გავისწორ და ფოლოვერები მომემატება. კარგი, დავიშვიდე. ვანი
აუ ბოდიშით მეგობრებო დამაგვიან და ჩერც მეფს ვისწორებდი მე მაღაზიაში გამაგზავნის მე მოხუცი გადავიყვანეთ და დამაგვიან და რა აუ ამას მიზედა ვიყავ არა ახლა მოდი სხვა კუთხით გაგახსოვთ ჩვენს კლასელებს ეს გიორგია. გიორგის მეცადინეობა დიდად არ უყვარს. ამიტომ ის ეროვნულ გამოცემებზე მხოლოდ ღმერთის იმედზე გადის. ეს ნინოა. ნინოს ხშირად ძინავს გაკვეთილზე. ასე ხმადაბა, იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეხლა ძინავს და არ მინდა რომ გაიღვიძოს. ეს ოთოა. მან იცის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენების არსებობის შესახებ. სულო ხელი ამიწია ორი წამი რა საქმეა. ეს სულხოა. სულხოს დევიზია მთავარი ამ ცხოვრებაში კაცი იყო თორე. სულხოს დევიზია ამ ცხოვრებაში კაცი იყო თორე. 3 x 3 9 არის თუ 12 მაგას არსებით მნიშვნელობა აქვს. ეს ლიკაა. ლიკას ძალიან უყვარს მუსიკების მოსმენა. ის მეგობრებთან ერთად ბიონსეს უსმენს ხოლო სახში ნინო ჩხეიძეს. ეს სანდროა. სანდროს ყველა ის გაკვეთილი უყვარს, რომელიც ცდება. ეს ნინია. ნინის ძალიან უყვარს ცეკვა, თუმცა მის ნიშებს უგავითვალისწინებთ ვერ ხვდები რა ცეკვებს. ეს ლიზია. ლიზი ეროვნული გამოცდებისთვის ძალიან ნერვიულობს, რადგან მან არ იცის გამოცდებზე რა უნდა ჩაიცვას. ეს ანუკია. ანუკი ვერაფრით ხვდება როგორც ცხოვრობენ ჩვენი წინაპრები TikTok-ის გარეშე. ეს ქეთათოა. ქეთათოს ყველა ის იმ კითხვაზე პასუხი აქვს, რასაც ინტერნეტში ვერ ნახულობთ. ეს საბაა. საბა დღეს სკოლას და ფერმის კარიერას ეს რიჩოა. რიჩო ვარკეთში ყველა. ეს ლიზა. ლიზა ეროვნული გამოცემებისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული. მას ახალი კაბა და პარფიუმერია აქვს. ეს ანუკი კუჭავა. ვინც არის ის ორივე ანუკი კუჭავია და მაგითო. ჩვენი მასწავლებლები დავახასიათოთ. ეს ჩვენი სპორტის მასწავლებელია ვიქტორი. ის ჯანსაცხოვრებას და სიგარეტს ერთად ეწევა. ეს კი ჩვენი უსაყვარლესი დამიგებელი ქეთი გელაშვილია. როდესაც იგი სკოლაში იმყოფება, შეგიძლიათ განათობას ჩაუწიოთ. აი, მოვჭით მასწავლებელებს საუბარს. მგონი დროა ჩვენს თავზეც ვიხმობთ. მართალი ხარ, ბავშვებს უამრავ თემაზე უყვარს საუბარი გაკვეთილის გარდა. მაგალითად ექსკურსიაზე. მოდით ნახოთ ჩვენი კლასი გაკვეთილზე. მიკროფონები შეგვიდა? მეგობრებო, ერთ დღეში ექსკურსიაზე მივდივართ, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული საათი. ამიტომ ყოველ თქვენი ვერსიები თქვით. ისეთ ადგილას წავიდეთ, რომ მაგარ გავიხოთ რა. სამტრედია. გავიხოთ უკეთესი შევიფიქროთ. მე თუ მინus ფლერას გავიხოთ. შენსაც ვიქრობ რიჩარდ ექსკურსიას. ბათუმს კათკადავს, ბათუმს მოსამრავს, ზურმს ველებას, სიცოცხლის ედენს. ისე რომ გიყურებთ, ძალიან მიხარია რომ სამების ცნოზე ვაბარებ. რატო? თქვენი შემთხვევა რომ მუშაობა არასდროს მომაკვდება. ზღალის გვერდზე რატო? აუ, ჩემთვის სულ ერთია საწავოდ, მთავარია ქალაქი იყოს. ქალაქი რატო? აუ, აბა, ჩემს მაკიაჟს დავარცხნილობა სოფელში ვერ გავაფუჭებ. აუ, ჩემთვისაც სულ ერთია საწავო, თორე ღვინო არ იყოს. მას ქვია, ღვინო არ იქნება, თუ არ იქნება, მე არ წამოვალ. კარგი რა, ანუ ერთმანეთს უნდა გავუგოთ. კაი, ლუდი და თევზი მაინც. შეიძლება მოგეწონება სასული. ბიჭო, მე ვარკეთელი ვარ და სადაც ამიყავს, ყველგან მომეზონებ. ექსკურსიაზე წავსვაგე, რამდენი ხალხი ვარ, გავიყო და 11-ზე პერსპექტივით დავაჟოთ. მე უკეთესი ხმა. 11-ზე გავიყო და ვიჩხუბით. ეგ არის. კაი რა ფეხბურთი დაჭყობი, მაგრამ ჯობი ისე ვარ დავუჩით. ხავგი ხარეთ რომ ესეც ვარკესები სადაც ვერ სადღაც დავედით. ძალიან იშვიათია ქალი ემის კაპიტანი. მოდი ვნახოთ მიზეზი.
კაპიტანო, უბრალოდ ანი დამიძახე. ანი, მე მგვეხმოდება, რომელზეც 1000-მდე მეკვამეა. 1000? კი, და თან ყველა ბიჭია. 1000 ბიჭი უნდა მოვიდა ჩემთან და მე საშილად მაცვია. მეცვეჩი. ნახოთ ხალი გამნაღმელები. ანუ კი რომ არის გადავჭერ წითელი თუ ლურჯი? ლურჯი. შანსი არა. რატო? ჩემ თხილებს წითელი უფრო უხდება. ნახოთ ინფლუენსერი მეფე და ვეზირი. მეფეო. გისმენ ვეზირო. თავს ჰეითერები დაგვესხნენ. ეს ამბავი ყველასთან გააშიარე? საჯარო დავყოს და ყველა ჩვენი მოკავშირე მოვთაგე. ჩემო გამომწერებო! ჩაწიეთ, ისու ერთხელ მაინც შეგშინებიათ. განარჩენები კი მომწევით. ნახოთ ქართველი ბრიუსლი. აბა დამიგრახდა. ალო. ხოდი. კი, თამაშობდით უფაროთ. კარგი, თბილად მოცვია რა. კაი ხვეწები სადმოწა. კარგი რა. ნახოთ საკმაოდ საინტერესო შემთხვევა მანქანების ავტობაზრობაზე. ეს მანქანა რა არის? 500. მეგობარ, იქიდან არ წახვიდე და აქედან გადი. აქ მანქანის პატრონი დგას და არ დაგინახოს რა. სიტუაცია სკოლაში. სხულხია იცი გაგვათილი? დაჯექი ორიანი. რაღაცა შენ იცი გაგვათილი? დაჯექი ორიანი. სულაშვილი, შენ დირექტორის შვილი არ ხარ? კი. მე რა იცი გაგვათილი? არა, არ მინდოდა და არ ვისწავლე. ხო, ჩახ, თავისუფალ აზროვნებაში ადგილს გიწერა. ნახოთ უცნაური შემთხვევა საავტომობილში. მანაწყვია, არ არის დრმა. ბიჭო, გითხარი, მანაწყვია. ბიჭო, მისმენ, მანაწყვია თქო. მანაწყვია, ბიჭო, მანაწყვია. ნახოთ საკმაოდ საინტერესო შემთხვევა მარშრუტკაში. აბა დღეს ვისი დაბადების დღეა? არ ვიცი. კარგად გაფიქრდი. ნამდვილად არ ვიცი. კაი რა, რანაირად დაგავიწყდა ჩემი დაბადების დღე? ხო იცი რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. საჩუქარს ხო არ თქო, უბრალოდ მინდა რომ გახსოვდეს რა. უკავშირებად ვიბრძანდებით. არავინ, უბრალოდ შეყვარებულთან მივდივარ და რეპეტიცია. ლიზა. სიტუაცია ტაქსიში. ტაქსი, გაიჩერე რა 15 წუთში გამოვხდევ. საით მიდიხარ კიდეც. აქ მოვდიოდი. ასეთი მასწავლებლებიც არსებობენ შემთხვევა სკოლაში. გამარჯობათ ვიქტორიმას. აგა საკეთე. რავი, არაფერს რა. სიგარეტს ხო არ ეწევი? შენ ხო არ ეწევი სიგარეტს? არ ვიცი. შენ ხო არ ეწევი ბიჭო სიგარეტს? ვაა, აბა ვის გინდა ეხლა სკოლაში სიგარეტი გამოვარ. შემთხვევა საავადმყოფოში. მოკლედ მოვიდა ანალიზების პასუხი. ისმენექი. ესე იგი, ორი ამბავი გვაქვს თქვენთვის, კარგი და ცუდი, რომით დავიწყო? ჯერ ცუდით. ცუდი ის არის, რომ თქვენ ჩვენი საავადმყოფოსთვის ორ თვეში 10,000 ლარი გაქვთ გადასახდელი. კარგი რაღა. ერთ თვეში მოკვდებით. მეგობრებო, ჩვენი ბოლოზარი რო უფრო მხიარული გამოსული იყო, მოვიქცეთ ესეთი თამაში. ჩვენ მოვიწვევთ მასწავლებლებს და უსვამთ სასაცილო კითხვებს და კარგი იქნება თუ მისი მხრიდანაც იქნება სასაცილო და გულწრფელი პასუხი. გთხოვთ დარის მანაშულს.
Dashi! Ილოცავთ ყველა სკოლის დამთავრებას, მისურვებთ წარმატებას თქვენს გზაზე, ეჭვიც არ მეყარება, რომ იქნებით ძალიან წარმატებულები, გამოადგებით ქვეყანას, ამის თქმის საშუალებას მაძლევს თქვენი ნიჭი და უნარი. ილოცავთ. ბუფეტში ვალი თუ გქონთ? მარშრუტიდან მადლობაზე თუ ჩამოსულხართ? არა. წელი. კარგი თამაში. რომელი მოსწავლე გახსენებთ თქვენ ბავშვობას? ძალიან ბევრი. ესე გამოყვეთილად არა. რომ ყველა მოსწავლე ძალიან მეძვირფასება, ყველას თავისი პლუსები აქვს. და ყველა მათგანი რაღაც გარკვეულწილად ყოველთვის რჩება ჩემ გულში, თავისი კუთვნილი ადგილი აქვს და პერიოდულად ვიხსენებ მის ჟესტიკულაციას, ხშირად გაკვეთილს. არა აქვს მნიშვნელობა ის წარმატებული იყო თუ წარუმატებელი, მაინც ჩვენს ალბათ ყველა ჩემთაგანის და ყველა კოლეგის გულში თქვენ დარჩებით, თითოეული თქვენთაგანი და გაგვიხარდება, რომ იგივე სიყვარულს მივიღებთ თქვენგანაც ყველა ჩვენთაგანი, იმიტომ რომ მართლა ესეა. მასწავლებლებს უყვარს თავისი აღზრდილი და ამაში უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული ნამდვილად ეს. როგორ მოიქცევით ჩვენი სკოლის რომელიმე მასწავლებელს რომ აწყენინოთ? დავიცო. შეძლებს და გვარეთ. არა, რა ვიცი, როდესაც გარეთ ხვდებით ჩვენ მასწავლებლები, ისე გვიხარია, რომ თითქოს ყოველ დღე კლასში არ ხვდებოდით, ან მაინც განსაკუთრებით ამაღელვებელია, ან სხვა ქალაქში რო შევხვდებით, ისეთი ემოცია მოდის, აი მაშინ ვგრძნობ, როგორი ახლობლები ვარ ჩვენ ერთმანეთისთვის. ფაქტიურად ერთი დიდი ოჯახი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა შეძლებს, ან დავიცავ, როგორც კი არ ამგონია ვინმე დასაცავი გახდეს. რომელი მულტფილმის გმირის გავხართ? მე? არ მიფიქრე. მულტფილმის გმირი. ტელეფონზე დასარეკის არქონის გამო ზარს რამდენად ხშირად უშვებთ ხოლმე? იშვიათად. იმიტომ აქ ჩართული მოსწავლეები სკოლისას. მაგრამ ინტერნეტი არა მაქვს და ხშირად მithოვია გაზიარება. ანუ ინტერნეტის ქონა არ მეყვარს სკოლაში. დროის მრთმელია და ემთო. როდესმე ასაკით მოგიპოვებიათ? კი. გააჩნია გამოვალი გომარობა იყო. გამოვალი არ იყო, უბრალოდ მომინდა და ანდახან მოვიკალეთ, არ ვიმატებ. ჩვენ სკოლაში ვის აქვს ყველაზე ცუდი სიმთვრალე? არავის. ცუდი სიმთვრალე. არავის ნამდვილად. ჩვენი სკოლა რო ფილმი იყოს, რა ჟანრის იქნებოდა? მელოდრამა. არც ტრაგიკული, არც კომიკური, ცხოვრებისეული მელოდრამა, თითოეული ჩვენთაგანის ყოფა ამ სკოლაში და სკოლის მიყვარს. როდისმე ზარის გარეკვა ბავშვებზე მეტად თუ გახარებიათ? კი. ანდახან გავხარები, როცა ძალიან დაბლილი. მეფე რო ყოფილიყავით ბრძოლაში, ჯარს როგორ გამხნევდით? არასოდეს არ მიფიქრია, რომ იმიტომ რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი პირთი და სადაც ვარ, იქაც კი ბოლომდე ვიხარჯები და ვარ მაქსიმალისტი და მეფე რო ყოფილიყავი, ალბათ ვერ შევძლებდი რაღაც ჩემი პასუხი ესეთი. რომელი მოსწავლე გახსენდებათ ფრაზაზე შენგან არაფერი გამოვა? კატეგორიულად ვერ წინააღმდეგები, რომ ვინმეს უთხრა, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, არავინ არ იცის ვის რას მომზადებს ცხოვრება, რომელს სფეროში, აი ეს არის ერთი ეტაპი, მაგრამ როდესაც ბავშვი
სკოლაში კარგი მოსწავლეა, იმას შეიძლება აბსოლუტურად სხვა უნარები გქონდეს, ისეთი ძლიერი, რომელიც ჩვენ ვერ შევამჩნიოთ, ეს არ არის ნაკლი პედაგოგის, იმიტომ რომ ჩვენ მოსწავლეს ვაფასებთ იმ დავალებებიდან, იმ მიცემული აქტივობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვეხება და დანარჩენს იმის მიღმა ძნელია ყოველთვის რაღაცა დაინახო. ადამიანობთვის ებებს ვხედავთ, მაგრამ ყველა უნარს ვერ ვხედავთ ნამდვილად. ამიტომ არავის არ ვეტყვი კატეგორიულად მაგას. ანუ მე რო დავნიშნოთ questionnaire-ს, როგორი რეაქცია იქნება? შეთვის რო გეთქვა? ნუ ანუ რო დავნიშნოთ მეც ისტორიის მასწავლებელი. გამხარდება. რაც არის სწავლი, ისწავლი მერე. მასწავლებელობაში რომ იქ კლასის წინაშე წარდგე. რაც აქამდე არ გისწავლი. ყოველ შემთხვევაში შევსაგებია. ვინმე მასწავლებელს გვაქვს სესკი თქვენ სახელზე? მასწავლებლები მეტნაკლებად მაინც ცოტა კონსერვატორული ხალხი ვართ, რასაც უნდა გახსნილიც იყო იუმორისტული, მაინც ეს ჩვენ დასაბედნიეროთ ალბათ საჭიროც არის გვაქვს და ესეთი რაღაცები არ ყოფილა. ნასვამ მდგომარეობაში ყველაზე უცნაური რა გეკეთებიათ? ნასვამ მდგომარეობაში სასწრაფო გამოიცა. მეგონა რომ ცუდად ვიყავი, სანამ არ დამარცხდეს, რომ ეს იყო ბახმერი. ადამიანს, რომელსაც თქვენი ვალი აქვს 2 წელია. და მაგისმა ბავშვმა რომ გაკვეთილი კარგად ჩაგაბარა, თათიას მაინც დაუწერთ. კი. კარგი ანაზღაურების გამო ბავშვის მოატყუეთ, რომ დიდგორი ბრძოლა 1287 წელს მოხდა? აბა როდის მოხდა? მითხარი, რასაც წამოჭერის საკითხი. ანუ გააჩნია თანხის მოცულობას. სერიოზულად? ალბათ არა. უფრო არა. შენს ნათესავს რომ გაკვეთილზე შპარგალკა დაუნახო, როგორ მოიქცევ? ნათესავს უჩვეულებრივ ყველას. ნათესავს აპატიებს თუ არა? არა, რა თქმა უნდა. პირიქით მეტი უნდა მოითხოვო, როცა ის შენი ახლობელი, ან შვილი, ან შვილიშვილი, ათმაგი პასუხისმგებლობა და შპარგალკები, რა ვიცი, ეხლა ხელოვნური ინტელექტი მოვიდა, ახალი მოდის შპარგალკამ, რომელიც ვიცით მასწავლებლებმა მაინც ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ანდახან უძლური ხარ. და ბოლოს, ყველას გვაინტერესებს როგორ იქცნენ მასწავლებლები წლის ბოლოს. მაინც ყველას გვიხარია წლის ბოლო, მაგრამ მაინც ხანდახან ჩავუთავთ ხოლმე ერთკვიანურ ფრაზას, რომ წლებიც გვემატება. ყოველი წლის ბოლოს ერთი წლით გვერდები. კი გიხარია, რომ ეს ყველაფერი მორჩა, რაღაცა მოდის არდადაგების პერიოდი, 1 თვე, 2 თვე, მაგრამ ამასთან ერთად წლებიც გვემატება. თქვენთვის ეს მატება სასიამოვნოა, იმიტომ რომ ცხოვრება წინა გაქვთ, მაგრამ რაც უფრო ასაკში შედიხარ, თითოეული წლის და წლების მატება გარკვეულწილად გაშფოთებს ადამიანს. აი ეს თუ გაიაზრე, არ გიხარია თუ არა და იმ მომენტში დაღლილი რო ხარ, გვიხარია. ძალიან დიდი მადლობა და მიმარხარ და წარმატებები მიულოცავ მე-12 პირველ კლასს სკოლის დამთავრებას. მიყარხართ, მინდა რომ ბედნიერები იყო ცხოვრების გზაზე, მინდა განათლების კუთხით, მინდა უმაგისოდათ მე-12 მეორე კლასსაც გილოცავ, დიდი მადლობა გოგისთვის, დაფასებისთვის და წარმატებები ყველა ჩვენი სკოლის პედკოლექტივს, ყველას მიულოცავ, ვინც თქვენთან შრომა ჩადო, სკოლის დირექციას, რომელსაც აი უამრავი შრომა აქ იმ კუთხით ჩადებული, რომ ამდენი ხელშეწყობა აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, რაც გქონდათ, არავის არ ევალებოდა და იმედია, რომ თქვენ დააფასეთ და გამოყალთ კარგი ადამიანები, ყველაფერი ამის სანაცვლოდ. მადლობა.
ეს მე ვარ ვისაც ხმას მისცემ თქვენ წლების შემდეგ ეს მე ვარ ვისაც იარაღებაში ინტერნეტს მადლობა გადავუხადო იმ შრომის, რა შეგიძლიათ დღეს გავედით და აქ ვიმყოფებით და დღეს მოსამსწავლებლები ხარ ჩვენი სკოლის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისთვის, ხარდაჭერისთვის. თქვენ გარეშე ბევრი ლამაზი ღონისძიება არ ჩაივიდა სამახსოვროდ და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მე-12 პირველი კლასის დამეგებელს იანე ფიერიძეს და მე-12 მეორე კლასის დამეგებელს ქეთევა გელაშვილს კლასზე რომის გამო. და დაგიგონა უფალი წყალობდე. მიყვარხარ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში. თქვენს საბაგიროთი მის ნიშნავს სკოლა სამთავრობო სკოლაზე არ გაირეკება. მე გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას, წინსვლას და სიკეთით აღსასრულობას. გისურვებ ცხოვრებაში გეპოვოთ თქვენი ადგილი და ყოველთვის თქვენი თანამდებები იყოს საკუთარი თავის რწმენა. უყვარხართ ქეთი მასწავლებელს უსაზღვრო. მინდა
მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მასწავლებელს. ძვირფასად დიანა მასწავლებელო. თქვენთან ერთად დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ამ სკოლაში. მადლობა იმ სიტყვასთვის და სიყვარულისთვის, რასაც წლების განმავლობაში გაგრძნობინებით. თქვენთან ერთად გადადგეს პირველი ნაბიჯები სკოლის ცხოვრებაში. მადლობა იმ გულწრფელი სიყვარულისთვის, რითაც ყოველი ახალი ასო, ციფრი და სიტყვა შეგვიყვარეთ. გვიყვარხართ ძალიან. მოგესალმებით, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი არის ყველაზე საყვარელი მასწავლებელს ჩვენ სკოლაში, მარიხი მოსიზეს. ძვირფასო მარიხი მასწავლებელო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმის ყველაფერთვის, რაც ჩვენ გვასწავლეთ. მის მიუხედავად ჩვენ ერთად რამდენი მცირედ ხანი იყავით, ამას არ შევუწყეთ ხელი იმაში, რომ ძალიან შეგვიყვარდეთ. ამიტომ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ თითქოს და შეუძლეთ, რაც ჩვენ მოგვეცით და მე დაგითხრა რომ მუდამ გვემახსოვრებით და მადლები ვიქნებით თქვენ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი კათედრის წარმომადგენლებს, ხალბატონ დალი რემაშვილს, დალი ძმანაშვილს და ლაურა ბიძას. ისტორიის გაკვეთილებზე ხანდახან-თავს მეთხოთ 20 საუკუნეში წარმოვიდგენდით, ხან გლეხი ვიყავით, ხან მეფე, ხან მებრძოლი და ომთან ერთად ღიურებს წერდით. გეოგრაფიის გაკვეთილებზე რუკათის ევაყურდებოდით, თითქოს საგანძურს ვეძებდით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თურმე საკუთარი თავის მონაყოფილა ამ სამყაროში. მოქალაქეების გაკვეთილებზე ისეთ დისკუსიებს მართავდით, თითქოს პარლამენტის ხდომას ვესწრებოდით. ასე ვისწავლეთ საკუთარი აზრის გამოთქმა და სხვისი მოსაზრების გაზიარება. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დამრიგებელს, ხალბატონ ქეთი გელაშვილს, იმ სიტყვასა და სიყვარულისთვის, რასაც წლების განმავლობაში გვაგრძნობინებდა. თქვენ არა მარტო მასწავლებელი იყავით, არამედ ჩვენი მეგობარი, გულშემატკივარი და მეორე მშობელი თითეული ჩვენგანისთვის. თქვენი რჩევები მუდამ ჩვენს გულში დარჩება და ცხოვრების მომავალში ყოველთვის გზას გაგვინათებს. მადლობა ყველაფერთვის, რაც გვასწავლეთ. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ფურცლებზე დაწერილი ინფორმაცია. მე-12 მეორე კლასი მადლობას გიხდით 155 საჯარო სკოლას. მე მადლობით მინდა მიმართო ჩვენი საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებს, მარინა ბაგალიშვილს, გამარჯობათ მას, ნაირა ვარამაშვილსა და ნინა ჭიკაიძეს, რომელთაც წყალობიცათ ისეთი რთული საგნების შესწავლა, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, ბევრად უფრო საინტერესო და მარტივი გახდა. მადლობა თქვენ, რომ შეგვასწავლეთ ამ მსოფლიოს კანონზომიერება და აგვიხილეთ თვალები, რომ მეცნიერების სიზუსტეში ჩავიხედოთ. მადლობა. სკოლის დამთავრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატივცემულ მათემატიკის მასწავლებლებს, ირინა ცუცქირიძეს, ელენე ახალაიას და ბელა გორაშვილს, იმ დროისთვის და ცოდვისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარეს. ჩვენთვის მათემატიკა მხოლოდ ამოცანები და ფორმულები არ ყოფილა. თქვენ გვასწავლიდით ჩვენ აზროვნებას, ლოგიკას, შრომას, ხშირად რთული და ჩახტარული ამოცანების მიღებას ვხედავდით თქვენს რწმენას, რომ ყოველი მოსწავლე შეძლებდა წარმატების მიღწევას. ამ თავგადასავალს ვასრულებთ და თქვენთან გატარებული პერიოდი არასდროს არ დაგვავიწყდება. ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო უცხოური ენის კათედრის საპატივცემულო წარმომადგენლებს, ირმა ბულხრაშვილს, ნანა მოდებაძეს და ინგა პოღოსიანს. მადლობა იმ ხეოდნის შრომის და სიტყვისთვის, რაც წლების განმავლობაში ჩვენ გაგვიზიარეთ და თქვენი თავდადება და პროფესიონალიზმი ჩვენი სწავლის გზაზე ყოველთვის ნათლად იგრძნობოდა. თქვენი სიტყვა და სიყვარული, რაც ჩვენს მიმართ ჰქონდათ, თითოეულ ჩვენგანს აგრძნობინებდა, რომ შეგვეძლო განვითარება და წინსვლა და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენგან მიღებული ცოდნა ჩვენი ცხოვრების გზაზე ყოველთვის გვემახსოვრება. და ჩვენი მუსიკის მასწავლებელს მარია ცვარიაშვილს. თქვენი სიტყვა და პოზიტიურობა მუდამ დასამახსოვრებელი იქნება. ამ წლების განმავლობაში თქვენ თითოეულ ჩვენგანში რაღაც პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანს აშენებდით და ამას ვერაფერი წაშლის. მადლობა გულწრფელად, მადლობა ყველაფრის თქვენი სიტყვაში, რომელიც ჩვენს მიმართ გამოხატავთ. ასევე მადლობა მინდა უთხრა ჩვენი სპორტის მასწავლებლებს, ვიქტორს და დათოს. თქვენ ყველაზე მეტად გამოირჩევით ბავშვებთან ურთიერთობაში. თქვენ მიდგებით მას როგორც მეგობრებს და არა მარტო მეგობრებს.
ყველაზე განსაკუთრებული ადგილი კი გიჭირავს თქვენ. მადლობა. დღეს როცა ჩვენი სკოლის კარებს ფოლოუს არის ფონზე ვწოვებ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც თავიანთ საქმეს უჩუმად, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვიკეთებენ. მადლობა ჩვენ დარაჯს ქალბატონ მაიას. იმ ადამიანს ვინც ყოველდღიურად პოზიტივი და ღირმით ხვდებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენი სკოლის კარები დაცული ყოფილიყო და უსაფრთხო. ასევე უზომო მადლობელები ვართ ქალბატონი ლეილოზი. თქვენი ყოველდღიური შრომის, თქვენი სისუფთავის მოწესრიგებლობის წყალობით ეს ადგილი უკეთეს ადგილად იქცა. მე-18 მეორე კლასის სახელით დიდ მადლობას გიხდით თქვენი გაწეული შრომისთვის. ჩვენი სკოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული სკოლა არის საქართველოში არსებულ სკოლებს შორის. თუნდაც იმიტომ, რომ მას შესანიშნავი დირექტორი და სასწავლო ნაწილები აქვს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან ასეთი ზრუნვისათვის და თანადგომისათვის. მადლობა თქვენ შესანიშნავი პედაგოგებისთვის. მადლობა თანადგომისთვის და ადამიანობის საუკეთესო მაგალითისთვის. მიყვარხარ. Თქვენი სახელი? სანდრო, რომელი სკოლა? 145, ეს საიტია. ძალიან კარგი. მაშინ ასე. სანდრო 145 სკოლიდან. Y de improviso repito la vida me debo y mi llamada ansia de pedir
ილუზიონისტი გია ფანანაშვილი. ჩემს შვილებს მიცავა ზუსტად საათ ნახევარში თვითფრინავში უნდა ვიყო. მაგრამ არ დავიზარებ, ვიცოდი რომ თქვენი ბანკეტია. მე მაინც მოვედი და ყოველთვის დაიმასობდი. სადაც არ იქნებით, ქალბატონმა მარინა მისის ყველაფერი შევი. გია ფანანაშვილი არის თქვენთან. ყოველთვის სანამ არ დავგერდები. ხოცნით ყველას მშობლებსაც, მასწავლებლებსაც. აბა! ჩავარი მას მისურვეთ! თქვენი გია ფანანაშვილი. Sorry.
That's all we
სამეცელო დავლიო ეიბი გული უნდა დავკაცო ალავეთი შემთან ვარც მაგასო Shami Malevi, Miss Chapani Sabota, Nidaki Lahiri, Nadagaro Danioni, Nagani Lahiri, Ekharos Shami Malevi. Somebody,
samba. Oh, mate la noche samba. La noche samba. Me gusta este truco, mamá, me gusta lo nuevo. Oh, mate la noche samba. Oh, mate sin bala. Oh, mate la noche samba. Oh, mate sin bala. Oh, mate la noche samba. Oh, mate sin bala. Oh, mate la noche samba.
Sorry, baby, motiva chorina, samolo zarisma, moismi chorina, ti se escuchepi, sakula di toma, sachetri sakari, soleva inzema. Every glass, Shelby Chema, Nasana Ministro, That's a glass